გამარჯობათ მეგობრებო, ხარ გავწერებო, კარგი ხარ. გამარჯობათ. ახლა მოიტანე. აი, ზღმარტი ტყეში რომ წიფდება უნდა გახდეს აი ესეთი, აი. თუ ესეთი არ არის? მეგობრებო, ვიდეოების გადაღებაში გვეხმარა USA to Georgia. ფინანსურად და მორალურად. პარასაკურეთ თქვენ გვეხმარებით. ეხლა გადავწყვიტეთ. მე და ბატონო უბრალოდ მე გადავწყვიტე რა. ბატონო დავით ისეთ რამეს გაჭმევ. ეხლა აი ესეთი ნაჭერი ნეკნია. ნეკნი გემრიელია. სუპერ ნაჭერი. ზოგადად უფრო ძვალთან უფრო გემრიელია ხორცი. გეთახმები. მაგრამ უპრიანე იყო შეგვეწოდა რაღაცა, მაგრამ ბატონო დავით გავაკეთოთ ტაფაზე ოღონდ. გავაკეთოთ იმითი რა ქვია. აი ჩაშუშულივით რაღაცა გამოვა რა. წუნიანი რომ წუნიანი. ცოტა ტომატი უნდა. იცი ლექსი ტომატზე? კი. აბა თქვი. წითელი მზია როგორც ტომატი ხელში მიჭირავს მე ავტომატი. წითელი მზია რა. ზეწითელია როგორც ტომატი ხელში. ანუ აი εμას ამოიღებთ. ეს მერე შეგლიათ სამწოდეთ გადადოთ. ეს აღარ დაგვჭირდება და თვითონ ნეკნი მერე აი ესე უნდა გაჭრათ შუაზე. კაი გემრიელი იქნება. ესა? ძვალთან ერთად. ხო. ამიტომაც ვიძახი რომ აი ეს ორი ნასალი ნაჭერი ეს ჩემს უნდა გამოაცალკეთ რა. რა აბა? კომბოსტოსილი. რა არის კომბოსტოსილი? ძვლიანი უნდა ამოიღო. აი ეს. გინდა? თუ გინდა ჩავაფრინდი. ოღონდ არ არის, კაი, ეხლა ხრამახრუმი არ ატეხო შუა იმაზე, მეგოძე. არა უშავს. რაც ისეს არა უშავს, კაცო. მერე ჩემი ლაპარაკის პარალელურად იქნება ეგ რაღაცა რომ რაღაცას ხრავ. ხედავ? მიდი. იცი რას გეტყვი ბატონო დავით? თუ ცოტა ისეთ საზოგადოებაში ჩავარდი, ჯობია ბოლოქს, აი ამას, რაღაცა ისეთი რაც ხრამუნობს, იმას არ ჩააფრინდი. თორე ამას მაშინ რატო დის უბრალოდ საერთოდ? ესა? თუ შენ არ ჩააფრინდი და იდოს. ხო, ნუ გააკეთებ იმას, რომ რაღაცაში და ის მიყვარსო კაცო, რა ქვია. კიდრი? ნო. რა ჯანდაბა ქვია, წითელი როა კაცო. ჭარხალი? ბოლოკი. რო ჩააფრინდა ვეღარ გავაგდებინეთ ესე იგი მაგის ხმაური ისმოდა ტიბმა იმენა თან რაღაც ისეთ ხალხთან ვიყავით ტყეში თუ ხარ შვილო და რაღაცა მიდი რა ეხლა საზოგადოებაში ვარ ეხლა ხალხი გიყურებს არ შეიძლება ეგეთი რამის გაკეთება რაღაცა რომ ხრამუნობს ხრაშუნობს და რაღაცა ნუ ისა სურო გულით გინდოდეს თავი შეიკავე მოგეთ აი ხო პრინციპი მივხვდით რა მეგობრებო ძმებო აი ესე გიგაგისინჯავს ესა რა საკურველია გამისინჯავს ბატონო დავით გასაგები არის გემრიელი თან ახლა შემოდგო რაღაც შემოდგომა ზამთარ ეს გემრიელი იქნება ეს ნაწილი ესა ეს მარტო ხორცია და მაგით ეს რაც მარტო ხორცია ამას დავჭრით აი ესეთი ხორცი არის კარგი აი შეხედეთ თეთრია მერე ის არის რა ქვია ხორცი ანუ ქონიანი უნდა იყოს ხორცი და იქნება ძალიან მაგარი. ეხლა ამერს მეაკეთ გადმოვავალ. ანუ ხონახეთ პრინციპი ძვლიანი გადმოვარჩია ესე. დანარჩენი მაგას ბევრი ხორცი რამე არ უნდა. ეს ძალიან მომეცებ შუაზე გავჭრათ. ეს დანაბა საიდანა გვაქვს? Blade Gym გვიფეშკაში. ხო. ეგ ხალხი არის მაგარი და კი. სადა აქ ისა? პანდაში. დანების იმასთან რა ქვია სტადიონთან. ო აკრიფეთ თუ გინდათ მაგარიდანა. ხო და ეს მერე ძვალი. თან აქვთ ხელნაკეთი დანებიც და ბრენდული დანებიც. ო. და თვითონაც მაგარი ხალხია რა. კი, კარგი. ეტყვით რომ ესე გვინდა, ისე გვინდა რაღაცა. აი ახლა ნახეთ. ხორცი არის აი ესეთ მდგომარეობაში. მოგეთ ხორცი ესე მდგომარეობაში მიიყვანთ. მერე აიღებთ კარაქს. არც ერთი კარაქის კომპანია ჩვენ არ მეგობრობს, ამიტომ ჩვენ ცოცხალი თავით არ ვიტყვით რა კარაქია, ხო ეგრეა?
რატომ და გავაკეთეთ უხასარია? არა, რო უჭირდეთ. რო უჭირდა შეგვეხმიანულა რა. აი ხელზე გამიხა, ხედავ? კი, დავინახა. მოკლედ, კარაქს გამომართვი. ხელში გაალხობთ. და ამ ხორცში. მოზეთ. მოზეთ. ხო რა. ამ ხორცს ეხლა მე შევაზილავ ამას. როგორ არის? შეტუტვა ქვია იმათ რა ქვია. ხო. აი გენი მომიცე ბატონო დავით. ეს? არა, სუნელი. რომელი? ორივე გასვენ. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ხორცი უნდა იყოს კარაქთან ერთად რა. მე ჩაყური გინდა? სადა? ხელზე ეს არის წიწაკა. რა? ეს. ხელზე დამიყარ. მიდი? აი. არა, კიდე დამიყარე მომოთ. მიდი? ეგ არის პაპრიკა, ხო? კაი, წიწაკა. წიწაკა. მაშინ ბევრი არ გვინდა ეს. კარაქი, წიწაკი, სუნელი მომიცი. მომიცი. აი. სუნელი თქვენ ნებაზია დამოკიდებული რას იზავთ რა? რითი შეკმაზავთ. ეს მაგარი სიტყვა გავიგე. შეტუტვა. შეტუტვა ყოფილა გურული გურიაში იციან თურმე ეგეთი არხია ქვია რეჰანი. მიგვიძვი. და ეს სტუმრად ვიყავით და იქეთი მაგარი კაცი დახვდა და გონი გურული, იმიტომ რომ ნახე რა. თელი შემომეხა ამ ძვლებზე. ხო და ესე რაღაცაში ამოალო და ესო შეტუტვა არისო და ზე გურიაში როგორ ვერ ჩავედით აბატონო დავით. სვანეთში არ ვარ ნაყოფი. სვანეთში წავედით და გურიაშიც. და ის კიდე რა ქვია? შენ იცი რომ გურულები ყველაზე ჭკვიანი ხალხია საქართველოში. მეც დავიწყდა. რა. ეგ ვარძიაში დავიდით. ჯერ ცოტა ახლო მაინც ათქვი რა. ვარძიაში იყო ვიყავი ჯავახიში წელს. მაგრამ ნატალია ვარძიამდე ვერ მივახციეთ, მაგრამ მე ჩავი. არა, შენ გეძინ რა, აბა, კაც ვარ იყავი. რომელ ციხეზე მაგრეში ვიყავით? აწყურის. ხო, კახი. კახიში რა, აწყურის. ვიდეო შენ აზე მოდი ესა ლაპარაკობ. მოგეთ მეგობრებო, აი ხა ნახეთ. აი ესე დავზილე ყველაფერი. მარილს მოაყრით ბოლოში. ეხო ნახეთო მარილია და მაშინ ბორჯომში არ ვიყავით. ბორჯომიდან არ წავედით. ბორჯომის გავლით კი ბატონო. ეგ მასობს. ხანდახან ჩვენ არს უყური ხოლმე ბატონო და გუშინ უყურდა და ერავს იმაღლე გავსდილვა. მოკლედ აი ესე შეიტუტა. ეხლა ქოქში გვაქვს ის რა ქვია? ფეჭის რა ქვია? ტაფა დადგმული უმელზე ჩავაგდებთ კარაქს. ნუ მაგას გაჩვენებთ ეხლა რა. გავიდეთ იმაში რა ქვია? ქოქში. ოდა თანახ ვილაპარაკო და მე გამდგა ერთად ჩავთ, რა? აი. მე მაინტერესებს როგორი გამოვა. გაინტერესებს მაგარი გამოვა. უმელი დავანთ. ბატონო თავით. გისმენთ. შენ რო გაიზდები. მერე მიხვდები რა მაგარია. როცა შენი ქოხი იქნება თუ სახლი იქნება თუ რაც იქნება. მე რო გავიზდები დავრჩები საერთოდ და ვიცხოვ. იქიდან ამოსული ბოლი სამშობლოს ცას რო გაათმობს. იცი რა მაგარია. ყველა სახლი ცოდუა, საიდანაც ბოლი არ ამოდის. რავი ზოგს. ოჯახს იცი რას ეძახ? ელექტრო. იცი რას ეძახ ქართლში? კომლს. კომლი იცი რას ნიშნავს? ანუ კვამლი რო ამოდის, ანუ ოჯახი. ეს იგი ადამიანების ვიცი. კარაქი წამოიღე. კაი. ეთო წამოიღე. დანა წამოიღე შენ. ასე რომ ჩვენ მე და შენ ჩებურკოვია? და ისა რა ქვია, ვანო ერთი კომლი თუ კვამლი კიდე დაუმატეთ. მომიცი აქა. ხორცი. ეს აუცილებელი პირობაა რა, რომ მოკლედ რაც რამე სკამბი ვიპოვნეთ, ოფისის და ასე შემდეგ ყველაფერი აქ მოვზიდეთ რა.
უბრალოდ თოეთ გვაჩუქეს და უარი რატო უნდა გითქვა. ეხლა ეს კარაქი ესე გადანება ცოტა საფლაფორტო გასაკეთებელია, მაგრამ ნამდვილად აღიძ ამის გაკეთება რა. ყველა ეს კარაქი ჩადნება. თვითონ ეს ხორციც ხო შეტუტულია. აუ რა მომეწონია ეს თქო. ეს ნუ ეს ახლა შეგიძლიათ გასქურაზე გააკეთოთ, იმიტომ რომ ხო, ნუ ხა სახში ცეცხლს და ამას საიდან მოიტანთ? სახლში. ეს დაფავინ გოჩუკა, ხა ბატონო. ერთ-ერთმა კომპანია. ჰა? ვაი, დაკმაყოფილდი რა რაზე გაქვს. გიყვარდეს არა ის რაც ხსურს, არამედ რასაც დაიუფლები, ეგ კარგად დაიმახსოვრე. ზოგს ისეთი რამეები როყავს, რაც თვითონ არა აქვს და კარაქი კეთილშობილი რამ არის, ასე რომ ეს. მოგეთ ხორცი ორივე მხრიდან უნდა შეიწოს. ეხლა მაიცა მოიტაბა ღუმელი. აი ღუმელი ესე გამოტენეთ. რა აი კაცურად მოეკიდოს რა. ბატონო დავით, ჩაიდანი ადუღდა. სანამ ეს შეეწობა ჩვენ ჩაის დავლეთ. მოკლედ. თან გარეთ გავდით იქ ვილაპარაკეთ. მე დაწყა. ხო, იმიტომ რომ თვითონ ქოხში ისე რაც არ იმაშვრება, რა ქვია. ძალიან აი ძვირფასი ამინდია რა. ეხლა ისე ცხოვრება მოსულა ბატონო დავით, რომ ყოველი წამი სანამ ამინდები ერევად დასაფასებელია. ეხლა შეიძლება ორივე მხრიდან და მე ის გავაკეთოთ რა ჩაფიქრებული მაქვს. ჰა? კაი ღვინოს დავაყოლოთ. მე თუ არა რა. მოკლედ დადგამ გონი ჟამი ჭეშმარიტებისა. არაფერი ჭეშმარიტები. გადმოსატრიალებელი. ჰა? აბა. ეხლა უყურ. სუნი დადგა. ჭეშმარიტები ჟამი არა, სუნი ხო დადგა, უყური? სუნი ჭეშმარიტები. ეს ამბავი. ვახ, აი ესე უნდა მოატრიალო, აი. ორი მხრიდან უნდა შეიწოს, ანუ მოიბრაწოს რა. ამას შეწოს არ ვეძახი. ანუ ამის იდეა ის არ არის, რომ ამაზე შეწოთ. და მე რა უნდა გავაკეთო რომ შეიძლება. ტექნოლოგიურად? აუ, კარაქი ნახე რა, ხორცს რას უშლება, აგილის. მომიცეთ იტალიაში. ჯანიანად ამოატრიალო. აი ეს. აი. აი ეს. ორივე მხრიდან უნდა მოიბრაწოს. ეხლა ეს რომ მოიბრაწება ორივე მხრიდან. ამო გარეთ გავდით თორე. სოლქვაჭის. უზი არ არის და არაფერი. უნდა გარეთ ვილაპარაკოთ. ეხლა ეს ორივე მხრიდან რომ მოიბრაწება. აი ჩვენ ფუგუროს პირველ ნომერში ვართ. ბატონო დავით. ხო და ორივე მხრიდან რომ მოიბრაწება, ეგ უნდა ამოვიღოთ. ხო. და შემწვარი არ იქნება, მობრაწული იქნება. დავდებ ცალკე. მე კიდე დავამატებთ კარახს, ჩავყრით ხავხს და ხავხს მოსუსხავთ. მე და მოკეთ გნახავთ რა. მოკეთ მეგობრებო, დაველოდოთ ახლა. ნახოთ. ბიჭო, ეგ ვინ ვარ დაგეღვაროს? არა. თოდაკი ვიმსუნაგეთ ერთი ჩიკაკი დავლი, მაგრამ შემოდე. ჩაიდან გადმოვიღო დუღს. ხო? დუღს ჩაიდან და გადმოვიღო. ჩაიდანს დაანები თავი ცოტა ხანი. გამოშრება. ეხლა ზოგი იტყვის რომ ამას მეტი რა თუნდაო, მაგრამ გახსოვს ის სტეიკი რომ მოვიგეთ? სადაც? რა ქვია, რომ მოგვიწვიეს იმათ, რა ქვია. ესა ეჭოკაცმა. ხო, ერო. მაგის სუნი აქ ჩვენ შევწევთ მაგის სუნი. სტეიკს საერთოდ ხარისხინას. ხო. კარაქის სუნია. დანა მინდა რა. բայց კაი. მოგეთ აი ეს ხორცი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნდა ამოვიღოთ. ჰა? და უნდა შევწევ. ესე არ გაკეთდა. აჰა. ამოვალაგო. ესე. ეხლა მოიცალი ბატონო დავით. მე აიღებ ხავს. მოიცალი აქეთ გამოდი. არა, მე უზავთ თომას.
ესე ბატონ დავით. დაიგეცი მაგიდაზე ტომატებს მომიტანე. ტომატი? ხო, ღვაწითელია როგორც ტომატი, ხელში მიჭიროს მიავტომატი. ეს ხახვი ეხლა. უნდა მოისუსხოს იგივე კარაქში, ოღონდ. ისქენით რა ქვია? ეს ჭიქაში გვარი? ხო, ეგ მოიტანე. მომიცი? ესე. ახადე, მოგეშინია ცხელი არ არის. არ არის ცხელი. გამოდი აქეთ. რამ სიმძიმე ისე? თუჯია. აი ეს. მე ხახო უფრო მეჩვენია, შესუსხო ის. როგორ? მაგრამ მე ვესწრებ მეყოს. რა გიყოს? შეკმასული თუ რა ქვია? ხახვი? ბიჭო, მოდი ხახვი საერთოდ ძალიან მაგარი რაღაცა დააფარე. ჯერეგეთი სასარგებლოა. თავში? ხახვი ძალიან სასარგებლოა რა. და ორგანიზმში ბაქტერიებს კლავს. ვითომ რა? არ ვიცი რა საკლავს, მაგრამ ახლა მე შენ გეტყვი ოდნა უნდა დაკარამელიზირდეს ოდნა. აი ესე. რა? ეს. მოგეთ ხახვი გავშალე იმ ყველაფერზე და ხორცს დავაბრუნებ უკან. ანუ უკვე ზემოდან დავალაგებ. ხო, ეგრე როგორ. აი ამაზე დავალაგებ. მე ძალიან მივეშალმები. ბატონ დავით მიდი მარილი მომიტა. კაი. ვირი მკითხე კაცო. ანუ ნახე. ჰა? ვეგეტარიანელები რო არიან, რა ქვია. ვეგეტარიელი ქვია იმ ადამიანს, ვინც ხორცს არ აჭამს. და ანუ ვერ ჭამს თუ ანუ სპეციალურად აჭამს. არა. აი როგორც ხო არის რა. ეგრე ვერ ჭამს. ვერ აჭამს. ანუ რო კვდებოდა შეჭამს, მაგრამ არა, ვერ შეჭამს. არა, ადამიანზე ვიტყვი. ორი ჭიქა ღვინო დაასხით, ოღონდ ღვინო დაასხით, ესე. მომეცი ხმარილი. დავმოხდი. ვერ აღარ ესწრება. ესე. ამას მოდი რა. რაღაც ჯადუებს ნუ მეუნე. ესე. კაი. მოკლედ ესე გააკეთეთ მეგობრებო და მე დააფარებ სახურავს. ღვინო ხო ნახეთ რამდენი ჩავასხი. შეგიძლიათ ლუდი ჩაასხათ. ვის როგორ გიყვართ. და 9:30 საათი დავალოთოთ და 9:30 საათში გამოვიყო და გაჩვენოთ რა გამოვიდა. მე ძალიან მაინტერესებს. თან გავიდეთ. თორე მე უკვე რამის ის არის. ეს შეგიძლიათ. ზოგი იტყვის რომ ამდენ ჩალიჩი რაც უნდა პირდაპირ ნეკლების შეგულო შეგვეწყო, ხო ეგრეა? კი. მაგრამ ნეკლის შემწვარი, ეს არის უკვე კერძი. ანუ ჩვენ რა ქვია, ვანვითარებთ ქართულ YouTube-ს სხვადასხვანაირი კერძი. ეს მექსიკური კერძია სხვათა შორის. ამას უკეთებენ მექსიკელები ძალიან მწარეს აკეთებენ. საერთოდ მექსიკელებს მწარეს აჭმენ უყვართ. მეგრელების აქედან ხო გავრცელებული არგენტინაში და ბრაზილიაში. ოღონდ მექსიკელები სამერე. ესპანელები მექსიკურ კულტურას არიან შერწყმულები რა, მოდი ესე ვთქვათ. ეს პროგრამიცაც გავაკეთებთ, როცა ჩავალთ მადრიდში. მოკლედ ახლა დავალოთ 9:30 საათი და ვნახოთ. ბარსელონაში. წავიდეთ. ბატონ დავით თქვიოს. გაჟამის ჭეშმარიტებისა? მაგრამ ახლა ყომალადად. ჰა? აი ეს ვიყიდე თემუზე რა და სიაფანტი რაღაცა გამოდგა, ეს არ იყიდოთ. მოდი აბა. ავხადო. სტოპ. ცელია. არც ის. ეხლა ნახე, ბატონო დავით. ამას მე ჩავაფრინდები, აი ეს. და წამოდა. სანამ არაფერი არ წამოიღო, სანამ კაი ამინდებია. აი ესე. წავიდი მიწითით. ვანო შენი შემოქმედება აჩვენე რა. ეს არის ბატონო ვანოს კომპოზიცია, ღმარტლი. ის რა, აი
ეს ოცამ წიფტებას ღმარტის მაშინ შემოდის რა. მაიც ეს ავიღო. ეხლა მე შენ გინდა გაჩვენო მართლა საოცრება? ოპა. როგორია? ღვინის სუნის. ნაცნობის სუნი აქვს. რაღაცის მოიტეხე. რაღაცის სუნი, ორი სუნი იქნება. არა, ნახე. სარეცხის საშუალები? აბა. ნაცნო აი გონის სხვა საწმელიც აქვს. აი ისე როგორ? აი მაიცა. სოუსი როა. მომისმინი, აქ რამე ესეთი უცხო და საშინელება არაფერი არ გამომეწონა. აი სუნი. შიგ ანანასი არ მიქნია, არც. აუ მე ვიცი რაც არის ყველაზე მაგარი. აბა რა. წვენში რო უნდა ჩააწვა. გინდა ყველაზე მაგარი გითხრა? რა არის? ყველაზე მაგარი არის მეგობრებთან ნაჭამი პური, როიცოდე. აი. შეგენაცვალე რა. გასინჯია რა. ძალიან მაგარია. ბატონო დავით და მომიცე. როგორია? ძალიან მაგარია. მოდი აი ეს ნეკნი. ხალხი ძახის ბალს რატო შენაჭამო და ბალს არ აჭამო და მოდი რა ბალკუჩი შენ მოგიჭრია მას. აი ეს. მე ძაღლივი ძვას გამოხრა. მე რა თქო გემრიელი შენაიდო რომელი გირჩევნია? შენ რომელი გინდა შემჯაბ. თუნდაც მე არ შევჭამ. აი ცოტა ეგრე სად არის? მოდი აბა გავშინჯოთ. სალფეთი. აუ ეს გააკეთეთ, იმიტომ რომ ეს რთული გასაკეთებელი არ არის, ოღონდ მართლა რა. აი ახლა წიწილი მაყვალში რთული გასაკეთებელი რადგან ზეთი და რამე უნდა იყოს. ზეთი და რამე არ გამოიყენოთ რა. არ მინდა შვილო. ტანსაცმელზე გავიწმე და მე მიშოული არა. ხოდა. მე იღლია შემოს. აი სერჟანტები როგორ ჭკვიანები ვართ ხედა. ეგრევე სახელურები დაუყენებ. პირში თავისი დაისარა. რა. შემწორზე მაგარი ხო არის? კი. ბალატანსმელზე ხوار გავიწმინდა ყოც. მოდი. ანუ ეს ახლდა ნაჩვენე რა. ნოლა გემრიელი. ორი ჩააწე შენ. თუ ნა ჩააწე. აიცა კაცო სადაგზე რო თქვა. მოდი ამითი. ყველა ჯიგრიან კაცს გაუმოჭოს, გაიგეშინა შვილო. არასოდეს არაფერი არ შეგშურდეს, ეგ ერთი. ყველაზე ბედნიერება იცი რა არის ადამიანისთვის? განა რამე რო აქვს. აი რაც აქვს იმითი რო კმაყოფილია. ხო, ეგეც. ეგ რო უხარია. არა, მიზანი კი არა, რომ მიზანი არ აქვს. მიზანი კონდეს. მინდა გამოვიდე კოსმონავტი, მინდა რა ვიცი. აი მაგალითად ჩემ ბიზნესში კოსმონავტი უნდა გამოვიდეს. ძალიან მე გემის კაპიტანი მინდა გამოსულიყო და რამის გამოვედი. რამიგე? საჭე ხო გაქვს? საჭე ზამაგ და გემის ღუზაც კი გავაკეთე ბავშვობაში. მე შენ წაგიყვან ერთხელ მდინარეს და იმ ღუზას გამოვიყენებ. ჩემ მეგობრს აქვს შენახული. აჰა. მეთქი ამ პურს რატომ მემეტება მე? ხო და მაგას გეტყვი შილო. თუ მაგითი დაგმაყოფილდი და კაი მიზანი გა ხო ცხოვრებაში, იქნები ბედნიერი. ერთი ღორი ანახეს ტელევიზორში 14 მანქანა უყიდია, კაცო. ხალხსა და ბავშვებს თურმე ფაფის პურსა პარამდა და მანქანებსა ყიდულობდა. აზე ხარ საბავშვო ბაღის ბავშვო ფაფის პურს მოპარა. ან იმის ნაშიერმა როგორ უნდა გაიხაროს. ან იმის შემხედვა რა ხალხმა როგორ უნდა. არ მაგითი ბედნიერი როგორ უნდა იყოს ბავშვებს რო ფულს საჭმელს მაშვებია. და 14 მანქანა რო იყიდა შვილო. ემაგნერ კასა სადმე რო დაეჯინო შეიძლება ღამე დაკლას და შეგჭამოს. გაიგეშინა. მე არ დავიჯინო. ყველან უნდა ეძინო. მარილ შევაკრე. იგრი ახალს გაგიმორთ, განაცვალთ, გაგიმორთ, კარგად იყავი და რა ვიცი, ყველაფერ კარგს გისურვებთ რა და ღმერთმა ისე გაცხოვროთ, რომ ეგეთი დამპალი ხალხი ცხოვრებაში არც განახოთ, არც შეგახვედროთ. ეხლა შენ ამბობ. ყოფილიყავთ.
ამით გამოგევშთეთ მეგობრებო, აი ეს მართლა გააკეთეთ რა და ხახვი არ დაგენანოთ. ხავს თავის მუღამია, ხო ეგრეა? კი. დაჯექით და კაი პური ჭამეთ. ბავშვები არ დაგავწეთ. თუ ბავშვები გატკიდე მშობლები რა. ხახვი ძალიან გემრიელი. ო რა, შენ ხორცს დაეძალე თორე ხავს სახშიც გაჭმები. კაგაძანო და შემდეგ ვიდეო. სახში არა ვარ. სახში ვარ მასადა. გაგიხო.